ჩვენი შოუ მინდა რომ იყოს შემეცნებითი, მინდა რომ ქართულ ხალხს მოქალაქეებს ვასწავლო ზოგიერთი უცხოური სიტყვა. მაგალითად, ეს სიტყვა მინდა ვასწავლო დღეს ჰეტეროსექსუალი. ჰეტეროსექსუალი კაცი არის კაცი, რომელსაც აქვს ლტოლვა ქალისადმი. ხოლო ჰეტეროსექსუალი ქალი არის ქალი, რომელსაც ლტოლვა აქვს კაცისადმი. გასაგებია, ხო? საჭიროა ასეთი გაკვეთილები და თუ რატომ არის ეს საჭირო? ამას გაიგებთ ჩვენი სიუჟეტიდან. 12 ივნის თავისუფლების მოედანზე არის ჰეტეროსექსუალების აღლუმი. რას ფიქრობთ ამაზე? არ ვეთანხმები მაგ აღლუმს, იმიტომ რომ უფროსი თაობის ადამიანები ძალიან ცუდად უყურებენ. ეს რა საჭიროა ეს აღლუმი ერთი და მე ასეთი სექსუალობა და ასეთი რაღაცეები. თუ სექსი გინდა ის გააკეთე სადაც გინდა, მაგრამ ასე აფიშირება რა საჭიროა მის? შემოზით ქართულ მეტალიკას არ შეესაბამება რა ედიციის. შენ გეყოლებოდა ჰეტეროსექსუალი შეყვარებული? არანაირი შემთხვევაში. თავისუფლების მოედანზე ჰეტეროსექსუალები ატარებენ აღლუმს. მეთქი მიუღებელია ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობისთვის. შეიძლება მე სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც ლექტორი, როგორც 60 წლების მანძილზე ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის მე პირადად ვარ. არ შეიძლება უბრალოდ ბავშვები ხედავენ და რა მაგალითი უნდა აიღოს საერთოდ ვინმე. ჰეტეროსექსუალ გოგოსთან თუ ექნებოდათ ურთიერთობა? არა. რატომ? არ არის ჩემთვის მისაღები და მაგითო. ჰეტერო რა. აი გავალთ და დავარბევთ რა. გავალთ და დავარბევთ. ჰეტეროსექსუალი მეგობრები ხარ? არანაირად. შეყვარებული თუ გეყოლებოდათ ჰეტეროსექსუალი? არანაირად. რატო? აი ეს რატო უნდა მყავდეს? საქართველოს მთავრობამ აკრძალა ქალიშვილობის აღდგენის ოპერაციები. ბოდიში და ოპერაცია გაიგეთოს და ისევ ქალიშვილი გახდეს. მაინც ხო უნდა იწვალოს მე. არ ვიცი, იცით, ანუ 21 საუკუნეა და ვერ გეტყვით ვერაფერს ზუსტ პასუხს. ანუ ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის არ არის მისაღები. რატომ დაიწალებოდეს? რასოჩიც ადამიანი აღდგენა უნდა იმ პატიოსების და აღუდგინონ რა პრობლემა ჰქონდეს. ქალიშვილობი ძალიან სუდია, ძალიან. Now.